მოგესალმებით ყველას, დაგიბრუნდით ახალი ვიდეოთი და დღეს უნდა ვნახოთ ავატარი, ჰაერის უკანასკნელი ბრძანებელი ახლა მეორეა მეკვია და მესამე სეზონის მეორე სერია. ბოდიშით. წინა სერია საკმაოდ თან მხიარულ, თან სევდიან მომენტზე დამთავრდა ანგმა ფაქტობრივად ახალი ცხოვრება დაიწყო. თავის პლანერზეც უარი თქვა, თავის გამოჩენაზეც, ასე რომ ვთქვათ, დათანხმდა რა, სოკა და კატარა რომ სთავაზობდნენ, არ გამოაჩინო თავი, ვითომ ოდარი არის ავატარი და მოკლედ ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც საჭიროა. ზუკომ კი იცის, რომ ანგი შეიძლება ცოცხალი იყოს, დარწმუნებით არ იცის, მაგრამ ის კი იცის, რომ შეიძლება ცოცხალი იყოს აზულამ. კარგი ეშმაკობა გააკეთა ოზაის წინააღმდეგ, უბრალოდ ზუკოს წინააღმდეგ ოზაის რას ვერჩი. წერავი. ნახავთ. რა მოხდება ახლა? აი რო არ გვინახავს წინა სერიაში და მაინტერესებს ახლა თუ ნახავთ. ასევე როკუს თემა მაინტერესებს ძალიან რა. წინა სერიის იმაში დამავიწყდა მე თქვა დასკვნის ნაწილში. როკუზეც გითხარით მე. ბოლოს ჯეტის მოგონებები მივიღეთ და რა მოხდება რომ როკუს წარსულის შესახებას გვიამბობ. დიდი ხანი კი დაჭირდება ჩვენთვის რა ანგისთვის მოსასმენად, მაგრამ ფიზიკურად თუ შეძლებს მაგდენი ხანი მაგის გამსურს. მაგრამ არ ვიცი, კარგი იქნება. მაინტერესებს უბრალოდ როგორ დაიწყო ეს ომი. კაი, შევუდგეთ საქმეს. ავატარი, ლეგენდა ანგის შესახებ. მესამე სეზონის მეორე სერია 3-2-1 დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. აკუ? მიწა. ეს ნახტა ვიცი, მაზულა. ჰაერი. რა თქმა უნდა, ანგი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლა, სანამ ვინმეს გადაარჩენს. თუმცა მჯერა, რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ყველას გჯერა. ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი. უბრალოდ ნახეთ ფინალურ სერიაში როგორ გადაარჩენს მსოფლიოს. ამაყობ პრინც ზუკომ. ამაყივარ, რადგან როდესაც ჩემმა მოღალატე ბიძამ შენი ერთგულება გამოსცადა. სწორედ მოიგო. ამის მოსმენა არის სიამოვნა. მამას რატომ უთხარი, რომ ავატარი მე მოვკალი? კარგი რა ზუკო. რა ფარული განზრახვა უნდა მქონოდა. თუმცა თუ სინამდვილე ისე აზულა ლამაზია ასეთი თმებით. წინაზე რა ნიშნებით, რომ გადაიქცევა. იმას დიალოგს უკვირდებოდი. მესამე წიგნი, ცეცხლი, თავი, თავზე შემოსახვევი. თავზე შემოსახვევი. ანგს რომ შესთავაზა წინა სერიაში სოკა. აზუკოა ხო? ისე მეგონა აზულა იყო. ვინ ხარ? კონიქვავით გამოქვაბულს ხედავ. ეს ღრუბელი. კატარას შექმნილია. ანგის. ხრუბლით შენიღბვა კარგი იდეა იყო, მაგრამ შემდეგში ისეთი ხრუბლით შევინიღბოთ, რომელსაც გაჩუმება შეუძლია. გვინდა რომ ჭიტებმა მოგვისმინონ და დაგვასმინონ. ისმინე. ტრის ტერიტორიაზე ვართ. ისინი მტერი ჭიტები არიან.
ვაუ. კარგი, ახლა სოკა ჯეტივით მივიქცევი. მოგლეთ სულ ეს არის. ასე ვიცხოვრობთ, სანამ თავდასხმა დაიწყება. გამოქვაბულში დავიმალებით, შემდეგ სხვა გამოქვაბულში წავალთ, შემდეგ კიდევ სხვა გამოქვაბულში გადავალთ. სოკა აუცილებელი არ არის გამოქვაბულის ადამიანებად გადავიქცეთ. ახლა მხოლოდ ახალი ტანსაცმელი გვჭირდება. ჰო, შენი ხვდა დამალვა სჯობს. ზის დაბნელებამდე მაინც. ჩავიცვამთ. ღრეთ ისევე უსაფრთხოდ ვიქნებით, როგორც გამოქვაბულში. თანაც იქ საჭმელი აქვთ. ვინმეს უნდა სებინძურაში ჭდამა და გამოქვაბულის კალი ისჭამა. ნაი. მობოს უნდა. როგორც ჩანს, ვიღაცამ ყველაფერზე თანახმა. წამოდით ახალი ტანსაცმელი ვიშოვოთ. უნდა მოიპაროთ. არ ვარ, რომ სწორად ვიქცევით. ეს ტანსაცმელი ვიღაცებს ეკუთვნით. მე აბრეშუმის კაბა მინდა. მაგრამ თუ ჩვენი გადარჩენისთვის ასეთი აუცილებელია, მაშინ მე კოსტიუმი მინდა. გაქურდეს ტიპი. ეს კაია. სოკასაც მოწონა. ოპა. როგორც ჩანს, ფეხსაცმელი უნდა ჩავიცვა, მაგრამ კარგად ვეღარ დავინახავ. მაპატიეთ ფეხსაცმელებო. ბოლოს და ბოლოს, მიწის უსინათლო ძირები მოაცა. ფეხსაცმელი აქვს. როგორ გამოვიყურ? ჰო, ის წყლის ტომს აღნიშნავს, ხომ ასეა? აი, ელსაბამის ცოტა რთული იქნება. ვაუ, სოკა ნახეთ. აუ, ძალიან კაია. ასე წლის წინ აქ ჩემს მეგობარ კუზანს ვესტუმრე. ამიტომ ყველანი მე გამომყევით და მახსოვს პირველ სეზონში ზუკას ეუბნებოდა. იგისგისეთ. არ გამიკვირდება ეს მეგობარი რომ ნახოთ ისე. გამარჯობა. მოგესალმებით ცეცხლის კაცო. ხორცის მაღაზიაში მოვედით? კარგი რა, აქ ყველა ხორცს ჭამს. ხორცის კი ხორცს ჭამს. ხორცის კი ხორცს ჭამს. მოდით ბავშვებო, ჭამეთ. მე დანარჩენებში სალათის ფურცლებს მოვძებნი. ხაური. აგი ხორცს არ ჭამს. ვეგეტარიანია. გამარჯობა. ჰატმენ. გამარჯობა. გამარჯობა. სამბო. დაგიჭირეთ. ვინ მე? ნათელია რომ აქ არ უნდა იყო. შემდეგში, როდესაც სკოლის გასცდენას გადაწყვეტ, სკოლის გაიხადე. ой, სკოლის ფორმა. ეს არ არის კარგი. სკოლის ფორმა ჩაუცვამს. ახალი გონება ჩამოყალიბებისთვის მზად არის? სწორედ ასეა. დაეფორმირება დაიწყოს. მოიცადეთ. შენ ცეცხლის სამეფოდან არ ხარ. ნათელია რომ კოლონიებიდან ხარ. დიახ, კოლონიებიდან ვარ. რა თქმა უნდა. მე მიწის სამეფოში მდებარე ცეცხლის სამეფოს კოლონიიდან ვარ. საშინელი მანერები გაქვს. ჩვენს ქვეყანაში თავს უკრავენ. აი, ასე. უკაცრავად მე. ხელი აირია. აჰა. და შენობაში კუდებს ვიხდით. მე ნაიარავი მაქვს და ძალიან მრცხვენია. კარგი? რა ქვია? თუ უბრალოდ უსაქციელო კოლონიელი უზრდელი დაგიძახოთ. ნამდვილად არა. უზრდელი საკმარისია. ან უზანი. კარგია. ნუ თვითონ ანგიროს სკოლაშია, იქ ცუდია. ერთი დღეც გავწელით, მამა. თან სახალისო იყო. ფრთხილად იყავი დირექტორმა მაგ მაიმუნთან ერთად არ დაგინახოს. რა მაიმუნთან ერთად? ნუ გეშინი არავის ვეტყვი. მეონჯი მქვია. სხვათა შორის შენი მოსახვევი მომწონს.ონჯი, ვალდებული არ ხარ ახალ ბავშვს მოუარო. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბავშვი ხარ. მართალია. ახლა კი მომისმინე მეგობარო. ვიცი რომ კოლონიებიდან ხარ, ამიტომ ნელა გეტყვი.ონჯი ჩემი შეყვარებულია. არ დაგავიწყდეს. თქვენი გაცნობა სასიამოვნო იყო. ნო, ანგის შეყვარებული კატარა. არც კი შეგეხო.
როგორც ჩანს გამიმართლა. სწორედ ახლა დაიმალე და აფეთქე უნდა ვითამაშოთ. ჩვენთან ერთად წამოხვალ? სიამოვნებით. დაიმალე და აფეთქე. იქნება აქ ისწავლოს საწყის მცენებლობა. საწყისი ეტაპი მაინც. ძალიან ვინერვიულად. სკოლის შემდეგ ბავშვებმა სათამაშოდ მოიხდეს. რის შემდეგ? ცეცხლის სამეფო სკოლაში მიმიღეს. და იქ ყველაც სად მიიღეს? ოჩა. სოკე გამოშტერს. ვაუ. ნუ ანგლა თუ ცეცხლის სამეფო სკოლაში დაიწყო სიარული საღო. აჰა. მე ვიღაცას მოვინახულე. შენ კი აქ მიდარაჯე. და ეს არავინ უნდა გაიგოს. ნამდვილად არის საჭირო. აირო. ბიძია. მევა. კი. ან სტილობ გაგიგო და ეს იდეა თავიდანვე არ დაგიწონო. მაგრამ საშინ ლაჭყარს. ხო, ჩვენ გუნდი გვყავს. სკოლაში სიარული რაში გჭირდება? როდესაც საკლასო ოთახში ვარ, ცეცხლის სამეფოზე ყოველ წუთს რაღაც ახალს ვიგებ. ცეცხლის ბატონის პოზაის სურათიც კი მაქვს. ეს კი მაკარონით გავაკეთე. შტამბეჭდავია, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ეს საშიშია. მაგრამ საშიში არის ნამდვილად. ვერაფერს გავიგებთ. ის პირდაპირ ცეცხლის ბატონის სასახლეში მიდის. ამის შესახებ სკოლაში ხვალ ვისწავლით. არა, აზრი მართლა კარგია. ძალიან მომწონს. კარგი, სკოლაში კიდევ რამდენიმე დღესი არა. იგის გიზე მეგობარო. იგის გიზე? ძალიან მეჩვია. თვითონ ხარ. ჩვენ ერთად დაბრუნება შეგვეძლო. შეგეძლო რომ გმირი ყოფილიყავი. ჩემი განშის უფლება არ გაქვს ბიძია. ბასინგსეში ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინე. შეცდი რომ არ შემომიერთდი. არაფერს მეტყვი? მას არ იღებს. და ზუკო პირიქით. მოხოცი ხარ. გიჟი ხარ და ციხეში რომ სადმე თხილში დაიძინებდი. ეს ნამეტანი იყო. მშვიდობის მოსწავლეებო. ცეცხლის სამეფოს ფიცი მოყევით. ცეცხლის მბრძანებლები, ცეცხლის ბატონი. ვა ბაბა. ვინაიდან ეროვნული ფიცის მოყოლა ასეთი სახალისოა, გაკვეთილს გამოკითხვით დავიწყებთ, რომელიც ჩვენს დიად ცივილიზაციას ახერხებს. პირველი შეკითხვა. რომელ წელს შეებრძოლა ცეცხლის ბატონი სოზინი ჰაერის სამეფოს არმიას? კუზონ? ეს დასაბნევი შეკითხვაა? ჰაერის ხალხს ოფიციალური სამხედრო ძალა არ ყოლია. სოზინი მათ ჩაუსაფრდა და ამის საშუალებით დაამარცხა. ხო, არ მგონია რომ იმაზე მეტი იცოდე, რაც ეროვნული ისტორიის წიგნში წერია. თუ რა თქმა უნდა, 100 წლის წინ იქ არიყავი. კი. ჩემს საუკეთესო მარადს დავწერ. მართლა იქ იყო ყველაფერს თავი დავარი. კუზონ? აუ ვიცი, საყვირზე საშინლად უკრავ. არა შვილო, ხმა ფეხებში გადაგდის. ეს ნერვული აშლილობის ბრალია? უბრალოდ ვცეკვავდი. სამშობლოში ცეკვავთ, ხომ ასეა? არა, არ ცეკვავთ. ცეკვა სათანადო სასწავლო გარემოსთვის შეუფერებელია. ახალგაზრდებმა დისციპლინა და წესრიგი მკაცრად უნდა დაიცვან. თვით გამოხატვაზე რაღაც სიტყვით. ვიცი ხანდახან ჩვენიერი იმდენად გვიყვარს, რომ სხეულსაც ვერ ვაკონტროლებთ. შემდეგში თუ ძალიან მოგინდება, ადგილზევე ჩუმად იცეკვე. ხო. და ყველა ანგზელა პარაკობს. გამარჯობა კუზონ.
შენი გიჟური ცეკვა ძალიან მომეწონა. გმადლობ პონჭი. თუ გინდა შენთვის კიდევ ერთხელ ვიცეკვებ. რა თქვი ბინძურო კოლონისტო? დაიწყო. რამე უნდა აჩვენო? ცეკვის მოძრაობები. ჩემ სონჯის ვერავინ ვერაფერს აჩვენებს. განსაკუთრებით მოძრაობებს. ო, შენ კი გაჩვენებთ ეგერ. ვაუ. ხელებს არც იყენებს. კარგი, აღიარეთ რომ ეს მაინც კარგი იყო. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. და ახლა მეორე სტაბელებს. დღეა და უკვე ჩხუბობ, სხდომას მოვიწვევ და შენი სასჯელის ფორმას გადავწყვეტ. გაკვეთილების შემდეგ ჩემს კაბინეტში მშობლები მოიყვნენ. ვაუ. აუ, მაგრამ არ დააგვიანო. ნაკავა ბავშვო. დიდი მადლობა რომ მოხვედით, ბატონო და ქალბატონო. ფაიერ, უოლფაიერი. ეს კი ჩემი ცოლის საფირონია. საფა. საფირონ ფაიერი. სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. ბატონო და ქალბატონო ფაიერ. თქვენი შვილი აქ 2 დღის წინ ჩაირიცხა და უკვე პრობლემებს გქონს. ისტორიის მასწავლებელს ეკამათა, მუსიკის გაკვეთილით ჩაშალა და ჩემს საუკეთესო მოსწავლეს ეჩუბა. ღმერთო ჩემო, ეს ჩვენი გულზონის საქციელს არ გავს. ნებისმიერი დედა ასე იტყოდა მე. თუმცა დავხილებთ, თუ ასე კიდევ ერთხელ მოიქცევა, გამოსასწორებელ სკოლაში გავგზავნ. ასეთ სკოლაში კი ქვანახშირის მაღაროებს გულისხმობ. ყველაფერი გასაგებია? არიდერდოთ ბატონო დირექტორო. ამბიც მე გამოვასწორე. ახსოკა. როგორც კი სახლში მივალთ ისე დაგჯი რომ სამუდამოდ გემახსოვრება. ამის მოსმენა მინდოდა. სოკა დედ. აი მე ღმერთო ეს. ძალიან ლამაზი ხარ, ოდესაც სამყარო გძულს. შენ არ მძულ. არც მე მძულ ხარ. აი უბრალოდ არ საიდან რომ სუკო, შეიძლება ვილაპარაკოთ. ზუა რა ხედავ რომ არ გძალია. გაგაგზავნეს. საილის ნაცნავების დაშლაში დახმარება სჭირდება. სერიოზულად. აი დაილი გვანახეთ ისე. მე მეტანი სერიოზულად მოკლედ, შეს. გავიგეთ ციხეში ბიძაშენი მოგინახულებია. სულ მოგითხრა? არა, შენ მითხარი. სწორედ ახლა. აუ, კარგი, გამომიჭირე. რა შმაკია. არაფერი. თუნდაც არ დაიჯერო, შენზე ვზრუნავ. თუ სხვები გაიგებენ, რომ ბიძია მოინახულა, იფიქრებენ, რომ მასთან ერთად შეთქმულებას აწყობ. ფრთხილად იყავი სულელო. საკმარისია. არავით არის სკოლა მაზველო. ამოსასვლელად მზად არ ვარ. ასე პირველად ვერთობი. ჯოულებრივი ბავშვივით ვარ. არ იცი ეს რას ნიშნავს? კი, მაგრამ ყოველთვის ნორმალური იყავ. არა. სასაცილოა. ის ის ყოველთვის ნორმალური. ისიც სხვათა შორის არა. არც ისე. მათ თავისუფლება უნდა გავასიჭოთ. პატარა გარყვნილი ურჩხულების ქვეყანას რა უნდა მოუხერხო? მათთვის საიდუმლო საცეკვაო საღამოს გამართავ. შენს ოთახში შედი. ვაა. ვერ ვიჯერებ რომ საცეკვაო წვეულებას გავმართავ. ეს ხომ სისულელეა. ისე ნუ ფიქრობ როგორც საცეკვაო წვეულებაზე. ეს კულტურული საღამოა, რომელიც ფეხის მოძრაობებს ეძღვნება. მოდიან, ყველამ შეწყვიტეთ მართვა. მაპატიე მეგობარო. ჯობია უკანა მხარეს დაგვიცადო. კი. ო, ვიცი. ყველაზე ლამაზი ფეხები გაქვს. ან 6 ძალი. ალბატონებო და ბატონებო. იკის გიზე. ეს ყველა სააცეკვებს. ახლა რა უნდა ვქნათ? პროცეკვა დავიწყოთ. გონი ჩემს მშობლებს არ მოეწონებათ თუ გამოქვაბულში ვიცეკვებ. ო, რა მოხდება თუ ვინმე გაიგებს? კარგი რა. ისმინეთ ბავშვებო. ცეკვა ის არ არის, რაზეც უნდა იფიქროთ. ეს თვით გამოხატვის ფორმაა, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ.
შეიძლება კოლონიაში სხვაგვარად იყო კუზონ. აქ ამას ვერ გავაკეთებთ. გააკეთებთ. თქვენ ყოველთვის ცეკვავდით. სხვადასხვის ცეცხლის სამეფოს რამდენიმე კლასიკური ცეკვა ვიცი. 100 წლის წინ ამას ფენიქსის გაფრენას უწოდებდნენ. ეს კი აკლემის პილოს ბაჯბაჯი იყო. ნუ კი 112 წლის რომ არის ეს კარგად ეხმარება. ვინი ფიქრებდა რომ მოქნილ ფეხებიას ცეკვა შეეძლო? კათამი მოგიტანე. ვიცი რომ ეს შენთვის სულ ერთია, მაგრამ ციხის საჭმელს ჯობია. ვაღიარებ რომ ახლა ყველაფერი მაქვს რაც მინდოდა. მაგრამ ეს სულ სხვანაირად წარმომედგინე. სიმართლე თუ გინდა, შენი რჩევა მჭირდება. ვფიქრობ რომ ავატარი ცოცხალია. ვიცი რომ ის სადღაც აქ არის. ამაზე ფიქრი მაგიჟებს. გთხოვ, ვიცია, დაბნეული ვარ. შენი დახმარება მჭირდება. არა. დაივიწყე. ამას თვითონ მოვაგვარებ. აქ სული ამოხდება, მაგრამ ეს არ მადარდება. მერთო შემოზუკო. გამარტივად ნებდება. ასე პასინგსეს საცეკვაო დარბაზებში ცეკვავდნენ. და ახლა ეს შეყვარებული მიგასწრდებას. გემოვნება არ ქონია. კატარა მკიცის. სწორედ ის არის. ეს ბედნიერი ფეხების ხმა. აკარია. ლამისე იცეკვას როგორც უნდა. ველოდები როდის გამოიჭერენ. მიდით ბიჭები წასაგდით. არ ვიცი ანგ. ეს ფეხსაცმელი ცეკვისთვის არ არის და დარწმუნებულიც არ ვარ რომ ცეკვა გამომივა. ხელი მომეცი. გამოგივა კაცო. კარგი. აუ. ანგ, ყველა გვიყურებს. მათზე ნუფიქრობ. ახლა აქ მარტო მე და შენ ვართ. ვაუ, კარგი სცენა კი. და კატარა დერბიულობს. მუსიკა მომწონს. არა, ავატარს კარგი მუსიკები აქვს. თითქოს და რაღაც სუდი უნდა მოხდეს, არ ვიცი. კატარა წაიშალა. ნამდვილად საუკეთესო წვეულებაა. სწორად მოიქეცი რომ მითხარი ჰიდე. არაფრის დირექტორო. ეს დაუჯერებელი. მე კი მაინტერესებდა სად იყო ამბენი ხანი. კი, დიდი ხნით არა. კარგი. ისევ დამიბრუნდა. კი, აი ის გჭირდება. თავწაკრული ბიჭი. ეს კარი იყო. ესე დავიბრუნდა. მემეძებდით? აუ, ეგ არ არის. სადღაც აქ არის. გამოქვაბულიდან გაქცევის საშუალება არ მისცეთ. დიახ. აბნევენ, სპეციალურად აბნევენ. გამარჯობა, საქმე როგორ მიდის? ვინ მასეძებთ? ვის ეძებთ? რა მეგჭირდებათ? აქეთ. საწყალი დირექტორი. ოჰ, საკმარისია. მიწის ბრძანებლობა ზედმეტი იყო. გადავ
დარჩით სოკა. შეგიძლია ულვაში მოიხსნა. არა, ვერ მოვიხსნი. სამუდამოდ მიმეკრო. ოჯახ მოცეკვავე. გონი იმ ბავშვებს მართლა დაეხმარე. თავისუფლება აჩვენე. არ ვიცი. ეს მხოლოდ საცეკვაო წვეულება იყო. ეს მნიშვნელოვანი საცეკვაო წვეულება იყო ანგ. იგიზგიზე ბატონო. იგიზგიზე. არა, ისე ახლა გამიშთა აზრი. როგორ ჩვენებენ ამ მეის და ზუკოს კოცნას ყოველ სერიაში ორჯერ? რატომ კატარას და ანგის კოცნას არ გვაჩვენებდნენ სრულად? უკან არავინ გამოყვა? შენზე მსმენია. ამბობენ რომ შენ საქმეს კარგად დასრულებ და საიდუმლოსაც ინახავ. რა? პატარი ცოცხალია. მინდა რომ იპოვო. და მოკლა. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ეს რა არის? ამოჭრით და დაგიბრუნდებით. ხო, ესე იგი ეს იყო მესამე სეზონის მეორე სერია. როლში რა იყო ის არსება? არსება, ასე უწოდებ, იმიტომ რომ რავი. ანუ მართლა ვინ იყო? ის კაცი ბოლოში. გავიგებთ ალბათ, მაგრამ ზუკო რომ იკვეთავდეს ვინმეს ანგის მკვლელობას, ასეთი პირველად მოხდა. საერთოდ ჯამში ნორმალური კარგი სერია იყო, ანუ ზუკომ ერთი-ორჯერ სცადა, ორჯერ სცადა აიროსთან დალაპარაკება, მაგრამ აირო ხმას არ სცემს. როგორც ჩანს. მე ვიცი. გაუჭირდება ზუკოს აიროსთან შერიგება. თუ შეურიგდება ისიც არ ვიცით, ანუ შეურიგდება კი, მაგრამ რავი, არ ამგონია რომ ასე მარტივად. და ანგი კი გაერთო კარგად ამ სერიაში, სკოლაშიც იყო, ბავშვებთანაც გაერთო, დირექტორებსაც გაუჩალიჩეს ბოლოს და ცოტა არ იყოს მონაწილეობა მიიღო კიდეც აქტივობებში. მე ბევრი ამ სერიის შესახებ სათქმელი არ მაქვს და მოდით პირდაპირ გადავიდეთ შემდეგი სერიისკენ. ეს ალბათ ჩემი ყველაზე პატარა დასკვნითი ნაწილი იქნება. არ ვიცი. ჯერა. კაი, ავატარი, ლეგენდა ანგზე. მესამე სეზონის მესამე სერია. 3, 2, 1 დავწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. წყალი. წავიდა. მიწა. ცეცხლი. ჰაერი. დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ 100 წელი გავიდა და მე და ჩემმა ძმამ ახალი ავატარი ვიპოვეთ. ის ჰაერის მბრძანებელი ანგია. მისი საოცარი შესაძლებლობების მიუხედავად კიდევ ბევრი რამ უნდა ისწავლოს, სანამ მესე ინტროს მაინც არ ვახვევ. ჯერა რომ ანგს მსოფლიოს გადარჩენა შეუძლია. ავატარი, ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი. ავატარის წინა სერიებში. აი ეს ნაწილი კიდე მაინტერესებს. მოდერა სიტყვით. მამასა და ჯერს მზის დაბნელების დღე შეუერთდებით. ჩუმად, 3 ტერიტორიაზე ვართ. ახალი ტანსაცმელი გჭირდება. ხო, შენი ყვა დამალვაშჭავს. თუ ცეცხლის სამეფოს ხალხივით ჩავიცვამ, არად ისევე უსაფრთხოდ ვიქნებით, როგორც გამოქვაბულში. ნახეთ, ჩვეულებრივი ბავშვი ვარ. როგორ გამოვიყურები? შვენივრად. არა, კატარას მართლა უხდება ცეცხლის სამეფოს ფორმა. მესამე წიგნი, ცეცხლი, მესამე თავი, მოხატული ქალბატონი. მოხატული ქალბატონი. კატარაზე ხომ არ არის საუბარი. ისე გვაჩვენეს ბოლოს. მამა, ეუ, მამა, დრას აკეთებენ? მაინც მიპოვე მეგობარო. ბავშვებო, გონიას მდინარე დაბინძურებული. კაი კაცო. არა,
გმადლობთ. თევს ამის გამო ვერ ვიჭერ. როგორც წესი ყველა თევზი კაუჩზე მყავს. ვაუ. ჩემს ატყვარას ყველა ყლაპავს. ცუდი არა მამჯერად ექსატყვარა არავის გადაუყლაპავს. საკვების საშოვნელად სხვაგან უნდა წავიდეთ. ოღონდ ჯერ სოკასგან რიგში ჩავიხედოთ. კარგი აზრია, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ დღეს მხოლოდ 2 მოკლე შესვენება გვექნება. იქნებ საკვები იქვეშავა. ახლა პატარა რქიან გორაკს გავხარ. ამას მეგობა. პატარა რქიან გორაკს. აი, აპასთან მომოს რომ ალავენი სამწუხაროა. სოფელი სად არის? მდინარე შუაგულშია. სწორედ ასეა. მე დოკი მქვია. შეიძლება გკითხოთ ვინ ხართ? ჩვენ მიწის სამეფოს კოლონიებიდან ვართ. ესე იგი კოლონისტები ხართ. ჩამოხდით სოფელში მეწაგიყვანთ. მდინარეზე რატომ ცხოვრობთ? ეს მეთევზეობის სოფელია. ან ასე იყო სანამ აქ ქარხანას ააშენებდნენ. ჯარისთვის ლითონს აქამზადებენ. ქარხანა რამდენიმე წლის წინ ააშენეს და მდინარეს აბინძურებს. ახლა ჩვენი სოფელი გადარჩენისთვის იბრძვის. აჰა. მადლობთ რომ წამოგვიყვანეთ. აქაურობა შეხედეთ. ძალიან გულდასაწყვეტია. ამ ხალხს როგორმე უნდა დავეხმაროთ. კარგი იქნება. ვაუ. უმნიშვნელოვანესი მისია გვაქვს და ყურადღება იმაზე უნდა გამომახვილოთ. ეს ხალხი თავს თვითონ მიხედავს. მუსოკა. ეს ხალხი შიმშილობს. შენ კი მათ ზურგს აქცევ. ასეთი გულგრილი და უგულო როგორ ხარ? ზურგს კი არ ვაქცევ, რეალისტი ვარ. ყველა გაჭირვებულ სოფელს ვერ დავეხმარებით. ყველას ერთად ნუ ეს სიმართლეა. ცეცხლის ბატონს დავამარცხებთ. ცოტა ჩუმად. ყვირავა. იქნებ ხმას დაუწიოთ, როდესაც ცეცხლის ბატონის დამარცხებაზე ვლაპარაკობთ. კარგი იქნება ნამდვილად. გონივრულად მოიქეცი. ხომ იცი რომ პირველ რიგში ჩვენს მისიას უნდა მივხედოთ. ო, ალბათ. მოდით ვიშოვოთ რაც გჭირდება და წავიდეთ. დოკ, აქაც მუშაობ? დოკი არ ვარ, შუ ვარ. დოკი ჩემი ძმა. მაგრამ წეღან გნახეთ. განსაცმელიც კი იგივე გაცვია. განსხვავებული მხოლოდ კუდი გაქვს. დოკი დოკში მუშაობს. ამიტომ დოკს ეძახიან. მე მაღაზიაში ვმუშაობ, ამიტომ შუს მიწა. ხუბები არიან. არაფერი მესმის. არც მე. თუ ნუ არ ვიცი, ხუბები არიან თუ ერთი და იგივე ტიპია და გადაობს. განსაკუთრებული წინადადება მაქვს. თუ სამთევს სიყიდით მოლუსკს უფასოდ მოგცემთ. ხოლოდ თევს ავიღებთ. შენი ძმა გძნობს რომ ნაპირზე დაბრუნება გვინდა. გამარჯობა კოლონისტებო. ჩემი ძმა ამბობს რომ გადაყვანა გჭირდებათ. ვაუ. ცოტა საჭმელს ვერ მომცემთ. ნეტავ მეტის მოცემა შემეძლოს. აუ ეს მაგარია ძალიან. შეგასეირნება განრიგის წყლის გასუფთავება რომ შევიწრია ტალახიდან. რომ ჩვენს გეგმას დავუბრუნდეთ. ტალახისგან. მიდი და ყველაფერი იღონე განრიგების ოსტატო. დამწყებების საყურადღებოდ ვამბობ, როგორც ჩანს, ყოველდღიურად დადგომა 43 წუთით ადრე მოგვიწევს. 43 წუთი. მისმინეთ, რამდენიმე კვირა გვაქვს, რომ ცეცხლის ბატონამდე მივახციოთ. თავდასხმა მოვახდინოთ და მზის დაბნელებას მიუსროთ. სხვათაშორის მზის დაბნელება მხოლოდ 8 წუთი გრძელდება. ჩვენ კი მთელი დღე დავკარგეთ. ამიტომ თუ გვინდა რომ მხოლოდ 8 წუთი? დილით ადრე უნდა ავდგეთ. მე ადრე არ ავდგები. ან მხოლოდ 8 წუთი გვექნება დაბნელების დროს თავდასხმისთვის? გამორიცხულია. დაივიწყე. მოვიფიქრე, მოკლედ. ამიერიდან საჭმელისთვის და სხვა საქმეებისთვის ერთსა და იმავე დროს შევისვენებთ. ისმინეთ ეს რთულია, მაგრამ შედეგიანი იქნება. სერიოზულად, ერთსა და იმავე დროს საჭმელისთვის და სხვა საქმისთვის? თან რომ შეჭამდათ თან ივარჯიშებ, წარმოგიდგენია. რა ხდება კატარა? გონი აპა ავად არის. აპა ავად არის? ეს საშინელებაა. სოკა, არ მეგონა რომ ასე გაღელვებდა. რა თქმა უნდა მაღელვებს. როგორც ჩანს განრიგის აჰა,
და ისიც მაწუხებს, რომ ჩემი დიდი ბეწვიანი მეგობარი თავს ცუდად გრძნობს. ალბათ თავად დაბინძურებული წყლის გამო გახდა. სარგავს. კარგად ხარ მეგობარო. აუ, შეჭამა რაღაც. კარგი ნიშანი არ უნდა იყოს. პატარა, მისი განკურნება შეგიძლია? როგორც ჩანს, წამალი სჭირდება. იქნებ საჭირო მცენარეები სოფელში ვიპოვოთ. ეს მართლა ცუდია. მეჩვენება თუ ეს ადგილი სხვანაირია. ო, თითქოს ხალხი ბედნიერია. რაღაცით მაინც ერთობია. ეს ხალხს რა სჭირს? წუხელ რაღაც სასწაული მოხდა. იდუმალმა და საოცარმა ადამიანმა ჩვენ სოფელში საკვები მოიტანა. ეს მოხატული ქალბატონი იყო. მოხატული ქალბატონი. ქალბატონი. ჩვენი თქმულებების ნაწილია. ამბობენ, რომ დინარის სულია, რომელიც ჩვენ სოფელს გასაჭირის დროს მფარველობს. დღემდე მეგონა, რომ ეს მხოლოდ ლეგენდა იყო. ხედავთ, მათ ჩვენი დახმარება არ სჭირდებათ. ფარველი უკვე ხავთ. ჩვენი ავადმყოფი მეგობრისთვის წამალი გინდა. წამალი? ვწუხვარ ყველა წამალი ქარხანაში მიდის. ო, ამიტომ სოფელში ამდენი ავადმყოფი. როგორც ჩანს, აქ კიდევ ერთი ღამით უნდა დარჩეთ, რომ აპამ დაისვენოს. გონი მართალი ხარ. გასაგები საქმე კიდევ გაქვს? ერთ თავიანი თევზი გინდათ თუ ორთავიანი. რა? ეს უფრო სარფიანია. ხოდა ჭამე მარტო. არ თქვათ, რომ ეს მართლა კატარაა. ეს ნათება რა? კატარა? მადლობ, მოხატულო ქალბატონი. აჰა. ეს ალბათ ის იყო განკურნება. გამარჯობა და შუა ქარის? შევამოწმებ. გამარჯობა, ისევ მოხვედით? საჭმელი კიდევ გჭირდება. ჩვენი მეგობარი ისევ ავად არის და ვერ წავალთ, სანამ არ გამოჯამრთელდება. ო, ძალიან ცუდია. იქნებ გაგიმართლოთ მოხატული ქალბატონი თქვენთანაც მოვიდეს და მეგობარი მოგირჩინოთ. ო, იქნებ ვახშამიც მოგვიმზადოს და შემდეგ ყველამ ერთად ვიმღეროთ. ყველამ ერთად ვიმღეროთ. იცით გუშინ ისევ მოვიდა და ბევრი ავადმყოფი მოარჩინა. ხალხსაზეიმო განწყობა ამიტომ აქვს? ხო, ყველაფერი ბევრი ავადმყოფი მოარჩინა, ესე იგი მართლა წარმოგიდგენია? განკურნება იყო. სოფლისთვის რამდენი რამის გაკეთება ო, შეუძლია? კატარა. სულს. ო, იმედია ყოველ ღამე მოვა, თორემ ყველაფერი ძველებურად იქნება. ამას რატომ ამბობ? შეხედე, თავს უკეთესად გრძნობენ. ო, ახლა ასეა, მაგრამ იმ ქალის გარეშე თავს ვერ მიხედავენ. სოფლის დახმარება ნამდვილად რომ უნდოდეს, ჯადოქრობას ქარხნის ასაფეთქებლად გამოიყენებდა. სულის ჯადოქრობა ასეთი არ არის, სოკა. უფრო ასეთია. კატარა სარასიამოვნა, რა თქმა უნდა. აჰა. და ხო, მაგიარსაც ამით. ვიღაც შეამშე, მომო? ანგისაც გააგვიწევს. ის არის. გამარჯობა, მოხატული ქალბატონი სულო. არა. ახლა არ მოაჩენს. თქვენი შეწუხება არ მინდოდა, მაგრამ ჩემი მეგობარი ავად არის. ჩვენ კი დატურთული განრიგი გვაქვს. მოიცადეთ, ჩვენ სამყაროებს შორის არსებული დიადი ხიდი ვარ. ვაუ, ვანქს. წყლის მწერლობაც კარგად აქვს ათვისებული. მეის ვიცნობ. ახლა მეგობრები ვართ. იბე მახსოვს.
მოიცადეთ. მე ანგი მქვია. ავატარი ვარ. გამარჯობა ავატარო. შენთან საუბარი კარგი იქნებოდა, მაგრამ დაკავებული ვარ. მეც. და ეს არ მომწონს. იცით, სულისთვის ძალიან ლამაზი ხართ. ბევრი სული არ მინახავს, მაგრამ რომლებიც ვნახე, მიმზიდველები არ იყვნენ. ვაუ. გმადლობ, მაგრამ თანაც ძალიან მეცნობით. ამას ბევრი ამბობს. არა, მართლა მეცნობით. მისმინე, მართლა უნდა წავიდე. რელიზი მოამზადა აჭარანეთ. ალბათ თუ კატარა? გამარჯობა ანკ. მოხატული ქალბატონი შენ ხარ? მაგრამ როგორ? თავიდან არ ვიყავი. უბრალოდ სოფლის დახმარება მინდოდა. ახლა ყველა ფიქრობს, რომ ის ვარ, ამიტომ მოხატული. თავიდან არ იქონდა ეს ფორმა. ანუ ღამით იპარებოდი? მოიცადე, აპა მართლა ავად არის? შესაძლოა ავადია სამნისფერი კენკრის გამო გახდა, რომელიც მე კი. მივეცი. სხვა მხრივ წარმოდგენა მქონდა. ჯერებ რომ ამ ხალხის დასახმარებლად ყველას გვატყუებდი. მაპატიე, ვიცი რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა. არა, ჩემი აზრით ეს შესანიშნავია. იდუმალი გმირი ხარ. მაშინ, თუ ჩემი დახმარება გინდა, კიდევ ერთი რაღაც უნდა გავაკეთოთ. წლის დაბიძურებ გასაგებია. ამ ქარხნის განადგურება გინდა? ხო, სოკა ხუმრობდა, მაგრამ მართალი იყო. ქარხნის აფეთქება ამ ხალხის დახმარების ერთადერთი. ქარხნის აფეთქება უნდა? დრო უნდა ეს სხვათა შორის. ანუ რო აფეთქებთ ქარხანას, თვად მეორევე დღეს კი არ იქნება წყალი სუფთა. რამდენიმე დღეს უნდა მინიმუმ. თუ პირდაპირ სუფთა წყალი წამოვა, მაგრამ რავი, მაინც უნდა ახლა დაგროვებული არის ეს ბევრი ნარჩენი და ბევრი ისა ტალახი. და იმათ რას ვუზამთ? სოკა არ უნდა გავაკეთო. და გამარჯობა სოკა. დილით გასეირნება გადავწყვიტეთ. მართლა? ესე იგი შეირნობდით. ვიცი რომ მოხატული ქალბატონი შენ ხარ. ვიცი რომ ღამით იპარებოდი. ვიცი რომ აპაზე გვატყუებდი. და ია სამნისფერ კენკრას აჭმევდი. ტოპ. კატარა, ჩვენი მისია საფრთხეში ჩააგდე. ახლავე მივდივარ. რამდენი ხანია ამის შესახებიც? ამ დილას გავიგე. უფრო ღამე. ხდება? ცეცხლის სამეფოს ჯარისკაცები სოფელში მიდიან. რა გააკეთე? ქარხანა გავანადგურე. რა? ეს შენი იდეა იყო. ხუმრობდი. გიწევს მაგია უნდა გამოგეყენებინე და სასაცილო ხმებსაც გამოვცემდი. რაზე ფიქრობდი? არმია სოფლის მკვიდრებს დაადანაშაულებს. სამაგიეროს გადასახდელად მოვიდნენ. რა უნდა ხო. უნდა წასულიყავი. არაფერი უნდა გაგეკეთებინა. არა. მათ ზურგს ვერასდროს შევაქცევ, ვისაც ვჭირდები. სოფელში მივდივარ. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია. საყოველთაოდ. მოიცადე. მეც მოვდივარ. მეგონა ჩემი დახმარება არ გინდოდა. შენ მიგჭირდები და ზურგს არასდროს შეგაქცევ. გული მართლა გქონია. რა თქმა უნდა. გული მართლაც გქონია, რა? ეს სოდა ზედმეტი კი იყო.
და მშვიდობიანად ვიცხოვრებდით. როგორც ჩანს, ვწდებოდი. ჩვენი საკვები და წამლები მოიპარეთ, შემდეგ კი ქარხანა გაანადგურეთ. ჩვენ არაფერი გაგვიკეთებია. ხო, საკვები მოხატულმა ქალბატონმა მოგვიტანა. ავადმყოფები საკვებს ამათ პარავდა. ო, რა თქმა უნდა. ეს ყველაფერი იდუმალმა მოხატულმა ქალმა გააკეთა. ვარაუდობ, რომ ჩვენი არმიის ემბლემას თქვენს ჭურჭელზე მან დახატა. მოიცადე სანამ მოხატული ქალბატონი დაგვხვდებათ. ახლა სად არის თქვენი მოხატული ქალბატონი? აქ სამყაროს ამ საწოდავის სოფლისგან მიხსნი. ვაი თქვენ საწოდავებო. კიდევ ერთხელ წაუგიდეთ. ეს რა არის? საიდან მოდის? არ ვიცი. რაღაც უცნაური ხდება. მოხატული ქალბატონი. ეს მოხატული ქალბატონია. ჩვენთან მოდის. მოხატული ქალბატონი არ არსებობს. ტოფი. ლიუსაპა. ხმები კი კარგად აქვთ გაკეთებული. მართლა ის კალი. ნახოთ ანგიდე კატარას იზამენო. ესეც ჩვენი მოხატული ქალბატონი. რამე იყონეთ? უკან არ დაიხიოთ. ესე არ მოგატყუებთ ეს კატარას ორთქლის ბრძანებლობა თუ ანგისა ვერ დაუმყანო. არა კატარასია. ანგის გარეშე სხვა კეთებდა. ორთქლის ბრძანებლობა საკმაოდ კაი ტექნიკაა. მე თვითონ მოგხედა. ბრძანებელი ხარ? ხარ. კარგია. სხვა რაღაცა სულდებოდი, მაგრამ კარგია. ამჯერად რა სიტყვით ბატონო? ამ სოფლიდან წადი და აღარასდროს კარგად ბრძანდებოდეთ. ვიცოდი რომ მახვიდადი. მადლობთ. მოხატულო ქალბატონო, საუკეთესო ხარ. მე და ჩემი ძმები შენთან ბალში ვართ. ერთი წუთით მოიცადე. შენ გიცნობ? ქალბატონი არ ხარ. კოლონისტი გოგონა ხარ. მაკიაჟი. შენ თავზე მომეცე. ყველა მოგვატყუე. წყლის მბრძანებელი ხარ. ის წყლის მბრძანებელი ქალბატონად თავის გასაღებას როგორ ბედავს? კაი, გადაგარჩინეთ მაინც. შეიძლება წყლის მბრძანებელია, მაგრამ თქვენს დახმარებას ცდილობდა. მისი დამსახურებით ეს ქარხანა მდინარეს აღარ დააბინძურებს და არმიაც წავიდა. მუხლებზე უნდა დაუჯობოთ და მადლობა. ნამდვილად. სოკა არა უშავს. ვიცი რომ თავი იმ ადამიანად არ უნდა გამესაღებინა, ვინც არ ვარ და არ უნდა მომეტყუებინეთ. მაგრამ გრძნობდი რომ რამე უნდა გამეკეთებინა. ნიშნულობა არ აქვს მოხატული ქალბატონი არსებობს თუ არა. თქვენი პრობლემები და ეს მდინარე ნამდვილად არსებობენ. კი. ცოტა იმან გაჭირდა კომპიუტერმა და მაგიტომ გამორთი. მეზისყება ამ ბოლო წამს რომ ვიძებს ხოლმე გამორთვა, მაგრამ არს ვიზავთ. 3-2-1 დავასრულეთ. წებობენ.
არ უნდა იცადოთ, სანამ ვინმე დაგეხმარებათ. თქვენს თავს თვითონ უნდა დაეხმაროთ. კი. ის მართალია, მაგრამ რა უნდა ვქნათ? იქნებ მდინარე ო, გაგვესუფთავოთ. აუტო. ო, შეგვიძლია მდინარე გავასუფთავოთ. მართალია, თევზიც დაგვი კარგი, ახლა მდინარის გასუფთავებაში თუ დაეხმარება, კარგია. აჰა. მდინარის გასუფთავებაში დაგვეხმარები? არამე. ჩემს მეორე ძმას ბუშის დავუძახებ. მდინარე ეხება მას უყვარს. მოკლედ მე ბუში ვარ. მოდით მდინარე გავასუფთავოთ. იცოდი რომ იგივე კაცი იყო. შენ მაღაზიისა და ნავის მეპატრონი ხარ. ალბათ ჩემს ძმებზე დოქსა და შუზე ლაპარაკობ. არა, დაგინახე. აუჩ. იცი ასე ვინ იქცევა? ჩემი ძმა დოგი. მართლა გიში ხარ. კაი სერია იყო. მომეწონა. აჰა. ბევრი ჭუჭკი კი არის. ვაუ. რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ ახლა ამის გასასუფთავებლად. რელიზი მოამზადა მოხატული უცებ მეგონა UA იყო. ვაჰ. ფინალი რა თქმა უნდა კაი იყო. ესე იგი ავატარი მესამე სეზონის მესამე სერია მოხატული ქალბატონი. სოლიდური სერია იყო. მთლად რო გითხრათ რომ ძალიან მომეწონა არა, მაგრამ ნახეთ კიდევ ერთი სოფელი რომელიც საკმაოდ სულ მდგომარეობაშია ცეცხლის სამეფოს გამო და ის რომ კატარა ცდილობდა მათ დახმარებას, როგორც ყოველთვის ახლა კატარა მათ დახმარებას თუ ჯეტთანაც ასე დაემართა, უნდა ცეცხლის ბრძანებლებისგან სოფლის გათავისუფლება, კონკრეტულად მათგან ვის ერჩოდა ხალხს, თუმცა ზედმეტებში გადავიდა უკვე თვითონ ჯეტი და ამიტომ უარის თქმა მოუწია. აქ უკვე სიტუაცია სხვა იყო და როდესაც უარი უთხრა სოკამ, კატარამ უკვე ჭკვიანური ხერხი ხმა, თავიდან კი როგორც თქვა, პირველად არ ქონდა ეს გადაცმული ფორმა იმისი ქალბატონის, მოხატული ქალბატონის. თუმცა ეს რა ქვია, მე რომ თქვეს მოხატული ქალბატონი იქნებოდა, მე უკვე ფაქტობრივად მათ აყვანა უკვე ფორმით ასრულებდა მისიებს. კაი იყო, მომეწონა. გვაჩვენეს კატარა საუკეთესო მხრიდან. სოკაც, სოკას კარგად მესმოდა, იმიტომ რომ ცეცხლის ბრძანების დამარცხება გვეჩქარება ახლა მართლა, რადგან 8 წუთი გრძელდება ზის დაბნელება, თუ სოკამ არ იხურა და რეალურად ეგრეა, მაშინ უნდა ვიჩქაროთ მართლა. თუმცა არც გაჭირვებულების საფრთხის ქვეშ დატოვება არ შეიძლება. ასე თუ ისე ხო, სოლიდური სერია, კიდევ ერთხელ ვიტყვით, ბოლოში რა თქმა უნდა მაგარი იყო იმის მოხატული ქალბატონის, ნამდვილი მოხატული ქალბატონის სულის გამოჩენა. კაი ბატონო. ერთი სერია გადაგვრჩა. გავალ ცოტა ხნით ამოჭრი და დაგიბრუნდებით. გავაგრძელეთ. სადაც გავჩერდით ითიდან. ავატარი მესამე სეზონის მეოთხე სერია. 3, 2, 1 დავიწყეთ. რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. წყალი. მიწა. ისე ხომოდი. ცეცხლი. ჰაერი.
დიდი ხნის წინ 4-ერი მშვიდობიანად ეხ, ცხოვრობდა. ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ცეცხლის ერმა ბრძოლა დაიწყო. ახსოვს. მათი შეჩერება მხოლოდ ავატარს 4-ვე სტიქიის მბრძანებელს შეეძლო, მაგრამ როდესაც ავატარი მსოფლიოს ყველაზე მეტად ჭირდებოდა, ის გაუჩინარდა. მას შემდეგ სანამ ვინმეს გადაარჩა. კი ბატონო. ავატარის წინასწარ აბა, წინა სერიაში. ჰა, შენი ყვა დამალვაშჩობს. თუ ცეცხლის სამეფოს ხალხი ვიჩავიცვამთ, კი. არის ასევე უსაფრთხოდ ვიქნებით, როგორც გამოქვაბულში. ჩემი განშისუფლება არ გაქვს ბიძია. ბასინგსეში ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. მმ, და არ შეძლი რომ ვიცი. არ შემომიერთდი. ო, როგორც ვხედავ, თეთრი ლოტოსის ტაქტიკა ირჩიეთ. ანტიკურ გზებს ბევრი ადამიანი აღარ მიმართავს. ლოტუსი? გზებს მიმართავენ, როგორც ყოველთვის იპოვია. მესამე საინტერესო, ლოტოსს დაუკავშირებთ რა სოკას მასწავლებელი. თითქოს ხვდები როგორი უმნიშვნელოებია. ამას პირველად ხომ არ ხედავ, 1000-ჯერ მაინც გინახავთ. უიტო, მაგარი გაცრავად. ეს რა არის? ცეცხლი მთელ ქალაქს გაანადგურებს. ვერ გაანადგურებს თუ ჩავარდოთ. აქვე ახლოს ყურია. ცეცხლის ჩასაქრება წყალს მოვიდან. და ხრილი გავაკეთოთ, რომ ცეცხლი ახლოს აღარ მოვიდეს. მე რა გავაკეთო? მომოს მიხედე. რა, ლემურის ძიძავა? კარგი. უგეთხარ? ნუ როგორ ჩასახა სოკა ზედმეტად იგრძნობს თავს და ზუსტად მასწავლებელსაც იპოვის. ხანძარიც გავაჩერეთ. საკა, გაიცი. კარგი, გავიწევი. გასაგები. მინდოდა მეთქვა ნეტარა თუ არ მოხდა მეთქი, მაგრამ მოხდა. თოვლი. ეს ანდმა გადააქცე მეთქი რა თო მე ჩემო. აირო. სუკანი საზიზღარი მოხუცია. არაფერს აკეთებ, არაფერს ამბობ. ხოლო ჭამდა ღორივით ჭუჭკში წევხარ. სამარცხვინო ხარ. აიქიცა. ეს რა საჭირო იყო ესე? მოგწევა. შენი ღვაში ყველაზე უარესი ის არის, მირებით აღარ გვაღიარებენ. ხალხის სიყვარული მენადება. საბრალო გმირები. რა გჭირს? შენს მოლუსკებს არც კი მიკარები ხარ. უბრალოდ თქვენ ყველა სტიქიების მართვა ე, ხანძრებს აქრობთ. დაფრინე. როგორც იქნა ართებას შევეხოთ. რაღაცებსაც აიძულებ. მე კი ფრენა არ შემიძლია. საერთოდ არაფერი შემიძლია. ნუ ფრენა მარტო ანგს შეუძლია. რუკა შენსავით ვერ მიკითხულობს. მე კითხვა საერთოდ არ შემიძლია. თანაჯენი ირონიული კომენტარები ძალიან ვერთობით. ეგ ხო. კატარეს თმა შევიდეთ. ნახეთ რა სჭირს. რა? ჩემს მას ხალიან. არაფერი. უბრალოდ ვცდილობდი რომ მისმენთ თქვენს მცდელობებს ვაფასებ, მაგრამ თითოეული თქვენგანი საოცარი და განსაკუთრებული. ეგ კი. ასეთი არ ვარ. ჩვეულებრივი ბიჭი ვარ. როგორც იქნა გავიგეთ სოკას პოზიცია. იცი რომ შენზე ასე არ ვფიქრობთ.
როგორც იქნება ნახეთ რას გრძნობს სოკა. და სიამბეში გიძახდა რომ არ სჭირდებოდა ბრძანებულობა ადრე, მაგრამ უნდა აშკარად უნდა თავში მოირთყა ახლა. საო. ამაზე რას ფიქრობ? მიხდება რა? ახლა მხოლოდ ქარის ხმალი მჭირდება. ნეტა რა ღირსეს ყველაფერი. ზარმაზარი ხმალია, რომელსაც ორივე ხელი დავიჭა. ჰერ შუაზე გავ. აჰა. მაგარია. აუ. ესე დროს მას მოვეჭიდებოდი. სოკა მიარაღი უნდა მოწოდოს და როგორც ჩანს მასწავლებელს იპოვის. რა მაგარი გამოყენება? სოკა ამას გულისხმობდა. იგი გამოვნებს. ეს ხმალი პიანდაომ დაამზადა. ცეცხლის სამეფოს ისტორიაში საუკეთესო სტატია. პიანდაო დიდ სასახლეში ცხოვრობს აკვიანეს. სწორედ ის არის. ეს გჭირდებოდა სოკა. ხმალი? ხმალი კი არა მასწავლებელი. ყველას მასწავლებელი ყავდა. უნდა გაიგო პიანდაოსთან სწავლა შეძლებ თუ არა. შესანიშნავი აზრია. მასწავლებელი პაკუს გარეშე ვერაფერს მივაღწევდი. ეგ მართალია. მასწავლებელი ყველა სჭირდება. მაკეტრუნელებისგან ვისწავლე. არ ლაპარაკობენ, მაგრამ კარგი მასწავლებელები არიან. ეგეც რაღაცაა. იქნებოდა ხმის ოსტატი რომ ყოფილიყო. სოკას მაგრად უხდება ასეთ მები. დაველაპარაკებ. აირო. ცდილობს ფორმაში იყოს. რით დაგეხმაროთ? აქ მასწავლებელთან სალაპარაკოდ მოვედი. უნდა იცოდე რომ მასწავლებელი ყველას უარით ისტუმრებს. აჰა. ისევის დასტურად რა მოიტანა? უკვე ხმამზადები. უბერანგი. შეგიძლია შემოხვიდე. მასწავლებელო, მე სოკა მქვია და მინდა რომ ხმის დაუფლება მასწავლოთ. სოკა? უჩვეულო სახელია. ახლა ის სახელი არ შეიცვალა? ცეცხლის სამეფოს კოლონიებში ჩვეულებრივი სახელია. რა თქმა უნდა, ცეცხლის სამეფოს კოლონისტებისთვის. მოდი გამოვიცნობ. ასობით მილი გამოიარე, რათა შენი პატარა სოფლიდან მოსულიყავი, სადაც საუკეთესო მოფარიკავე იყავი და ახლა ფიქრობ რომ ჩემთან სწავლას იმსახურებ. კი. სინამდვილეში მსოფლიოს გარშემო მოგზაურობ. ხო? დაიწყო. და ერთი რამ ნამდვილად ვიცი. ბევრი რამ აქვს ასწავლი. შენი თავისთვის რეკომენდაციის გაწევა კარგად არ გამომდის. ვიცი. თქვენმა მსახურთუქროს მომითხრა რომ ჩემი ღირსება უნდა დავამტკიცო, მაგრამ სიმართლე ის არის რომ არ ვიცი ღირსეული ვარ თუ არა. გასაგებია. კარგი. მიღებული. ერთად გავარკვიოთ რამდენი ღირსეული. ნანუ ახლა გავარკვევთ. შენი მასწავლებელი ვიქნები. უკვე? სოკას აქვს ის რაც არ აქვს. არ აქვს ცეცხლის ხალხს. მასზე ისე უნდა იფიქრო როგორც შენი სხეულის ნაწილზე. თითქოს მეორე თავია. არა, ეს უფრო ძალიან გრძელი და ძალიან ბასრი ხელია. ხმალი მარტივი იარაღი. აუ, ბასხელზე ის გავახსენდა. იაკიმარო დოროროდან. ჩვენი წარმოსახვის უნარი უსაზღვროა ისევე როგორც ხმლის შესაძლებლობები. დღეს რა უნდა გავაკეთოთ? მე ძალიან დავიღალე. თანაც ფეხის თითები უკვე ორჯერ დავიბანე. ორჯერ? პირველად სისუფთავისთვის დავიბანე, მეორედ კი სასიამოვნო შეგრძნებისთვის. გარიგ სოკა განაგებდა. არ ვიცი ახლა რას უნდა ვაკეთებდეთ. თანაც დღეს ძალიან ცხელა. რამდენად ცხელა? არ ვიცი. აჰა, სოკას იუბორი მოიეტა. ძალიან ცხელა. იმდენად ცხელა, რომ მომას ბეწვი აბასავით ცვივა. მიხვდით? მიხვდი? მათ ოჯახში ყველა კარგად ვერ ხუმრობ. ვა! კრიტიკოსები ხართ.
სახო აირო ვექი მესმის მაგრამ მეომარი ხელოვნების სხვადასხვა სახეს ეუფლება, რათა ძლიერი გონება ჰქონდეს. პირველ რიგში კალიგრაფიას ისწავლი. შენი სახელი დაწერე. ჩემი სახელის დაწერით ხმალს უკეთ დავეუფლები? როდესაც შენ სახელს წერ, ქაღალდზე შენს ვინაობას არ ვეჭდავ. ხმლის გამოყენება უნდა ისწავლო, რათა ვინაობა ბრძოლის ველზეც დადევო. დაიმახსოვრე, ვერც ფუნჯის კვალს წაშლი და ვერც ხმლის მოქნევას. აჰა ეგ სიმართლეა ყოველ ახლა დებიულობას თუ დაიწყებ სახეზე მელანი გაქვს. მართლა? მართლა. ანუ თავარია რომ ფურცელზე ჩემი ვინაობა დავდაბო, ხო მასია? შე უკომენტაროთ პეიზაჟების მხატვრობა მეომარს გარემოს დამახსოვრებაში ეხმარება. ბრძოლის ველზე მხოლოდ რამდენიმე წამი გაქვს, რათა ყველაფერი დაიმახსოვრო. ეგ ხო ახლა კი დახატე. და ნუ იხედები. ეს რთული იქნებოდა მაგრამ პეიზაჟი ლამაზია ნამდვილად მუსიკაც კაია მე ამდენჯერ აღვნიშნე უკვე ცისარტყელა დაამატე. არ შეიძლება? ნუ ბრძოლის ველზე დიდად ცისარტყელა იყო თუ არა მნიშვნელობა არ აქვს ყურადღება იმაზე გაამახვილე, რასაც აკეთებ. ქვების მებაღეობა მეომარს გარემოს მართვასა და ყველაფრის მარჯვერ გამოყენებას ასწავლის. ყველაფერი ჩემს სასიკეთოდ უნდა გამოვიყენო. ყველაფერი შენს სასიკეთოდ ეგ ცოტა ცუდი ინტერპრეტაცია იყო რა იყო ახლა ეს სივსასმოს ხომ არ მომიტანდით? მე ლიმონიც დამიმაგე. საწყალი კაცი კარგად კი გავუგეს ერთმანეთს ეს უკვე რაღაცა არის ვაუ იარაღის გარე შეტატოვა აპლოდისმენტები რელიზი მოამზადა აჭარა.net.com-მა. ეს აირო აქ რა უნდა ახლა ამის გვაჩვენონ რომ აირო ვარჯიშობს რა მის გაძლიერება უნდა თუ რა რა ხდება? და თავს ასახებს როგორ თქვა გადარეული შეშლილად ხო და შემდეგ გაქცევას გეკბავს ალბათ აი აქედან ვიწყებთ. არა, ჩვენ აი ამ კუნძულზე ვართ. არც კი იცით რას აკეთებთ. სოკა მენატრება. მოვიფიქრე. თუ ასე გენატრება. ცოლად რატომ არ მიყვარს? რა წοφტის პირველი დღე კარგი იყო. მართლა? მე კი მეგონა არაფერი გამომივიდა. ხო, არ გამოგივიდა, მაგრამ განსაკუთრებული ხარ. ნამდვილი ხმლის მისაღებად მზად ხარ. თქვენს ერთ-ერთ ხმალს მომცემ? არა ხმალი შენ უნდა გამოგხატავდეს. შენ თვითონ დაერჩიო შენ საკუთარ ხმალს დაამზადე. უნდა დაამზადო ეს საინტერესოა ამზადების დროს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ფოლადს საკუთარი სიცოცხლე უნდა აყიდო. ყურადღებით აირჩიე. მასწავლებელო, შეიძლება წავიდე და ჩემი ხმლისთვის განსაკუთრებული მასალა მოვიტანო. ვიცოდი რომ ამას მეთხოვდი. სოკა მოდის. გამარჯობა ბავშვებო. რასაკეთებ? საკა, შენ დაბრუნდი. ძალიან გვენატრებოდი. რამე სასაცილო თქვი? რამდენად სასაცილო? აუჩ. რა სჭირთ? არ ვიცი. ალბათ მოენატრე. ჩემთვის სულ გმადლობა. გული გამიწვა. მოკლედ თქვენი დახმარება მჭირდება. ახლა მივხვდი. მეტეორისგან თუ ხმალს გააკეთებს. აირო. რასაკეთებ? მეექვსეჯერ გვაჩვენებენ უკვე აიროს ვარჯიშს. რა აქვს გეგმაში? ესენი ვინ არიან? ესენი ჩემი მეგობრები არიან. ისინი ცეცხლის სამეფოს კოლონიიდან არიან. როგორ ფიქრობთ, ამ მეტეორისგან ხმლის დამზადება შევძლებთ? სოფლიოში ყველაზე განსხვავებულ ხმალს შევქმნით. სოკას მეტეორის ხმალი იქნება, გადავობთ. მაგარი იქნება. აბა, გაემზადეთ. აჩვენეთ ხმალი. როდესაც აქ მოხვედი, ძალიან დაბნეული იყავი და საკუთარი თავის რწმენა არ გქონდა. თუმცა შენში რაღაც დავინახე. შენი ძალიან ძლიერი და დიდი გული დავინახე. როდესაც ვარჯიშობდით, შენმა შესაძლებლობებმა არ გამაკვირვა. არა. შენს უნარებს შთაბეჭდილება არ მოუხდენია. უფრო მნიშვნელოვანი რაღაცები დამანახე. მაგალითად, შემოქმედებითობა, მრავალგანობა, ინტელექტი, დიად მეომარს სწორედ ეს თვისებები ახასიათებს. ეს თვისებები შენს გაქვს. წავა. არ იცოდი ღირსეული იყავი თუ არა. მაგრამ მჯერა, რომ ჩემს მოსწავლეებს შორის ყველაზე ღირსეული ხარ. აბა რა. მაპატიეთ მასწავლებელო. სტებით. ღირსეული არ ვარ. ის არ ვარ, ვინც გონი ვართ. ცეცხლის სამეფოდან, სამხრეთის წყლის ტომიდან ვარ. მოვიტყუე, რათა თქვენთან მესწავლა. ათქვას ახლა ვიცოდიო. ძალიან მწუხვარ. მეც ძალიან მწუხვარ. არა, ეს ჩემი ბრძოლა. მარტო ვიბრძოლე. ეს არის დადგმა თუ მოიცადეთ, არა. რაღაცაში ეს საქმე. ცეცხლის სამეფოს სიამაყე, ჩვენი საუკეთესო გენერალი და დასავლეთის დრაკონი იყავი. ახლა კი შენს თავს შეხედე. წესიერ მაინც მიეწოდე საჭმელი. ხელად გადაიკეცი. მოიცა გამოაქციო საქენან და ჟა. Guy, რატომაც არა? მედისოკა. შესანიშნავია.
ჭკვიანურია. კი. არა, ველოდები მომენტს, როცა მასწავლებელი იტყვის, რომ ვიცოდი ყველაფერიო. შემაღლებული ადგილიდან კარგად იბრძვი. აუ. მარტივი კი არ იქნება ახლა მასწავლებლის დამარცხება. აუ. ეს ჭკვიანური იყო. გარემომცველი არე გამოიყენე. აიძულე რომ შენ მაგივრად იბრძოლო. კი. რაც ისწავლა ყველაფერს იყენებს. ნახოთ ერთი ბაქსორების უნარს რამდენად გამოიყენებს. მოხერხებული სვლა იყო. ახლა შესანიშნავი იყავი სოკა. აბარა. მეგონი ავატართან ბრძოლისთვის ზედმეტად მოხუცი ვარ. როგორ მიხვდით? რაღაცებში ნამდვილად ვერ ყვევი. და რა თქმა უნდა თავიდანვე ვიცოდი რომ სოკა წყლის ტომი. აბარა. ცეცხლის სამეფოსთვის შესაფერი სისახელი უნდა შეერჩიო. მაგას ობეთ სახელი არ შეერთ. აქ მილიონი ლია. ლი. მაგრამ როგორც ზუკო. მოგლობას რატომ დათანხმდით, ვინც წყლის ტომიდან არის? საბრძოლო ხელოვნება რომელიმე ერს არ ეკუთვნის. ის ყველას გვეკუთვნის. სიმართლეა. სრული სიმართლეა. სოკა. ვარჯიში უნდა განა. ხო, შეინახე რა ეს ხმადი. გააგრძელებ. ვიცი რომ ერთ დღესაც ჩემზე დიდებული ოსტატი იქნება. აუ. რა თქმა უნდა. მოიცადეთ. მასწავლებელს უნდა რომ ეს გქონდეთ რომ ის არასდროს დაივიწყოთ. ეს არის ეს პაიშოს ქვა. პეტრი ლოტოსი. აუ, ეს რას ნიშნავს? წარმოდგენა. პეტრი ლოტუს. ლოტუსის წევრია. Stop. ვიფიქრე მოგეწონებოდა ვინაიდან კოსმოსური მიწა აქამდე არ ქონია. მადლობა. ო. კოსმოსური მიწა. რომ ეს ნამდვილი კოსმოსური მიწა იყოს. შეიძლება კოსმოსიდან არის, მაგრამ მიწა ნამდვილად არ არის. ყველაფერი უნდა გააბრძო. კოსმოსიდან თუ არის მიწა, კოსმოსური როგორ არ არის? რელიზი მოამზადა ან მიწა როგორ არ არის თუ ტოფი მართავს? ან ყოველ შემთხვევაში არის რა. ესე იგი ეს იყო ავატარი, მესამე სეზონის მეოთხე სერია, სოკას მასწავლებელი. აუ, როგორ მომეწონა ვერც კი წარმოიდგენთ. ჯერჯერობით საუკეთესო სერია ეს იყო, მესამე სეზონის. პირველი სერია თავისთავად მაგარი იყო, მაგრამ ეს უფრო მომეწონა. არ ვიცი რატომ, მართლა ვერ გეტყვით, მაგრამ ძალიან კარგი იყო. გაგვანახეს ცეცხლის სერი კიდევ ერთხელ კარგი მხრიდან, ну, ყველთელიერი არა, მაგრამ ზოგიერთი წევრები. კონკრეტულად მასწავლებელი და მასწავლებლის, როგორც ვთქვა, მარჯვენა ხელი. სოკას მასწავლებელი ყავდა ცოტა ხნით, მაგრამ ყავდა და რაც საჭირო იყო ყველაფერი ასწავლა. რაც თავია ახალი ხმალი გვაქვს, მეტეორისგან დამზადებული, მაგარია. და პლუს კოსმოსური მიწა კიდე შენახული. არ ვიცი. რას გავაკეთებთ მაგ კოსმოსური მიწით, არ ვიცი, მაგრამ დიდი ალბათობით სოკას მაგრესი ეს ექნება. ну, იარაღი ისედაც მაგარი აქვს და
ესე მომავალში ალბათ უფრო მეტ დროს დავუთმობთ სოკას სცენებს. სოკა უკეთესი მებრძოლი გახდა, ბევრი რამე სწავლა, სტრატეგიას შეიმუშავებს ახალს და ასე ანუ შეიძლება ამჯერად სოკა უფრო ისეთი არის, ანუ როგორ თქვა. გამოცდილება მეტი აშკარად აქვს. მაგრამ დიდი ალბათობით უფრო ძლიერი არის ვიდრე უმეტესობა არაბრძანებლების მაგის თქმა უნდა. ერთ-ერთი პერსონაჟი, რომელიც ამჟამად მგონია რომ სოკაზე ძლიერი იქნება, ერთ-ერთი არამბრძანებელი, ეს არის ტაილი. რომელსაც იმედია მალე ვნახავთ, იმიტომ რომ რაც სეზონი დაიწყო, აბსოლუტურად ყველა ვნახეთ ტაილის გარდა. ნუ სუკიც ხო ყავს სანახავად. ახლა დავფიქრდი, სუკი არ გვინახავს, რაც აპა დაიბრუნეს მაგის შემდეგ. აზუასთან ბრძოლა. არც კი მინდა ვიფიქრო მაგაზე, რომ სუკი მოკლეს. თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ ერთი თითის გადკაცუნებით მოკლეს ჯეტი, არ მგონია სუკი ცოცხალი იქნება. ყოველ შემთხვევაში კარგი იქნება, მინდა მე რომ ცოცხალი იყოს. მაგრამ ხო, რაც იქნება. და აირო. არ ვიცი, აირო რას აპირებს? გაქცევას აპირებს თითქმის დარწმუნებული ვარ, მაგრამ როგორ? მაგას მალე ვნახავთ. და ნუ კიდევ ერთხელ ვნახეთ ამ სერიაში ჩვენი სასტავი. და უბრალოდ სოკას როლი ფაქტობრივად, ანუ თავის თავს რომ თვლიდა, რომ არაფერი არ შემიძლია, არაფრის მაგისა და ზედმეტადაც თვლიდა მომენტში. მაგრამ კარგად გამოჩნდა ამ სერიაში, რამდენად საჭირო არის სოკა გუნდისთვის და რამდენად სხვანაირია გუნდი სოკას გარეშე. ასე რომ ხო, მშვენიერი სერია იყო. მადლობა ყველას, ვინც ამ ვიდეოს უყურეთ, მადლობა მხარდაჭერისთვის და გემშვიდობებით გნახავთ შემდეგ ვიდეოში. კარგად ბრძანდებოდეთ.